მისული. მოიხედე ქალო აქეთ, ეხლა იყურე. ასახულია ის თუ რა რეაგირებებს ახდენდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სხვა უწყებები იმასთან დაკავშირებით თუ რა ინფორმაცია შემოდიოდა. მაგალითად, პროკურატურამ ერთ-ერთ საქმეზე უკვე სასამართლოში დააყენა გამამტყუნებელი განაჩენი, როდესაც მოქალაქე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი გელაშვილი გახდა ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი, იმიტომ რომ ქართული ოცნების მხარდამჭერს არ მოსწონდა თუ როგორ აგროვებდა გელაშვილი ხელმოწერებს ბაქრაძის სასარგებლოდ. რეალურად ჩვენ კომისიის წევრები და არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორი ვთვლით, რომ ამ კომისიის მუშაობა არის ნაყოფიერი. არც ერთი დასრულებული გამოძიება, არც ერთი დასჯილი პირი, რომელმაც ძალადობა ჩაიდინა და ეს არაერთხელ შეჩერებული გამოძიებები და პოლიტიკური დევნა იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, ეს რეალურად არ არის ასახული ამ ანგარიში. ასე რომ შიშობის ტექნიკური ცვლილებები ნამდვილად არ გამოასწორებს არსებულ მდგომარეობას და ეს ანგარიში, ისე როგორც ზოგადად ამ კომისიის მუშაობა დარჩება ფარსად რა ვითარებაშიც სამწუხაროდ ჩვენი მონაწილეობა ნამდვილად კარგავს აზრს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეულად გადაეგზავნა მაგალითად პროკურატურას კონკრეტული ინფორმაციების შესასწავლად, გარკვეულ ინფორმაციებზე მაგალითად ბოლნისის მუნიციპალიტეტზე ადგილზე ჩავიდა უწყებათა შორისი კომისია და გაესაუბრა საკრებულოს წევრებს თუ რა ხდებოდა იქ. ასევე ადგილობრივ მედიაზე შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით უშუალოდ რეკომენდაციები გამოსცა უწყებათა შორისმა კომისიამ. სხვა განცხადებებზე უშუალოდ არ ვარ ინფორმირებული და ალბათ ეს ანგარიში დაგვეხმარება, რომ გავიგოთ რა სტადიაზეა თითოეული განცხადება ერთით შეჯამებასთან დაკავშირებით.